6 წლის წინ განვითარებული მოვლენების აღდგენა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პარლამენტალ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან მიყავთ დაზარალებულები, რომლებმაც 2019 წელს გავრილობის სკანდალის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციის დაშლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღეს. რამდენად პროპორციული იყო სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალა და შეიძლებოდა თუ არა ზიანის შემცირება ღონისძიების დაგეგმვის დროს. ეს არის კითხვები, რომლებიც დაზარალებულთა მიერ მომზადებული საჩივრების განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გაუჩნდა. სწორედ სტრასბურგის სასამართლოს 1 წლის წინანდელი რეკომენდაციების სახელდება პროკურატურაში მიმდინარე დამატებითი გამოძიების საფუძვლად. დღევანდელ საგამოძიებო ექსპერიმენტში კიდევ 5-მა დაზარალებულმა მიიღო მონაწილეობა. 6 წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტ გიორგი გახარია იკავებდა, რომელმაც 2 წლის შემდეგ ოპოზიციაში გადაინაცვლა. სტრასბურგის სასამართლოს გარდა 2019 წლის 20 ივნის გამოყენებული საშუალებებისა და აქციის დაშლის ფორმების მიმართ კითხვები მმართველი პარტიის წევრებსაც აქვთ. გადააჭარბეს თუ არა 2019 წლის 20 ივნის საპროტესტო აქციაზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ძალას. უფლებამოსილების შესაძლო გადაცნობის დადგენის მიზნით საქართველოს პროკურატურამ დამატებითი გამოძიების ფარგლებში ამჯერად 5 დაზარალებულს მოусმინა. დაზარალებულები, რომლებმაც რეზინის ტყვიების შედეგად სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს, 6 წლის წინანდელ შეკრების ადგილზე მივიდნენ და გაიხსენეს, თუ სად და რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები. დღევანდელ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები: თამარ ბაღაშვილი, გვან სანემსაძე და ნინო ხოზრევანიძე, ფოტოგრაფი გურამ მურადოვი, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილე თეიმურაზ დიდბერაშვილი. მათ უფლებებს საიას ადვოკატი იცავს. ზოგადად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ეს ოღონდ საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო თავის დროზე. ეხლა როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფომ, რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებიდანაც არ არის ცოტა საკმაოდ დიდი დროა გასული, თუმცა რატომღაც ეხლა გადაწყვიტეს ამის ჩატარება. ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ მონაწილეობას დაზარალებულები და მათი წარმომადგენლები იმისნით, რომ სახელმწიფოს ის არგუმენტი არ მივცეთ, რომ თურმე დაზარალებულის არ თანამშრომლობის გამო ვერ ადგენენ ისინი იმ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინეს და ასევე იმ პირებს, ვინც ამ დანაშაულის ჩადენის ბრძანება გასცეს. დაზარალებულთა საჩივრების საფუძველზე გაუჩნდა კითხვები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. იყო თუ არა აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული და შეიძლებოდა თუ არა იმ ზიანის მინიმიზაცია, რაც ციფრებში 200-ზე მეტ დაზარალებულს ითვლის. საჩივრების რამდენიმე წლიანი განხილვის შემდეგ ევროპულმა სასამართლომ დაავალა ქართულ სახელმწიფოს 20 ივნისის საქმეზე დამატებითი გამოძიების ჩატარება. გადაწყვეტილება 2024 წლის მაისის თვით თარიღდება. ამ მითითებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ 6 წლის წინ არსებული სურათის აღდგენის მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. საზოგადოება მიმდინარე კვირის განმავლობაში ნახა, რომ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, აღნიშნული ექსპერიმენტი ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულებას, რათა მეტი დეტალი იქნეს საქმეზე, ასე ვთქვათ, აღდგენილი, ფართო სურათი იქნეს გაშლილი და დადგინდეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები. შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გიორგი გახარიას მხრიდან 20 ივნისის აქციაზე გატარებული ზომები თავის დროზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით იყო განმარტებული. გახარია ამტკიცებდა, რომ შეტევა ხდებოდა პარლამენტზე როგორც სახელმწიფო ინსტიტუციაზე. ეს ნაწილი სტრასბურგის სასამართლოს სადავოდ არ მიუჩნევია, თუმცა სადავოა, რამდენად პროპორციული ძალა იყო გამოყენებული. კითხვები მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ამ დრომდე აქვთ ოპოზიციაში. თუმცა 6 წლის წინ მომხდარ საქმეზე გამოძიების განახლებას გახარიას გუნდის მსგავსად ისინიც პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ. ქართული ოცნება დამატებით გამოძიებას ერთი მხრივ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რეაგირებით ხსნის. მეორე მხრივ კი კითხვები გამოყენებული რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით მათაც აქვთ. ყველა კარგად ხდება, რატომ აკეთებს ოცნება ამას დღეს. ამდენი წელი ქონდეთ და თუ მათ რამის გამოძიება უნდათ, ამდენი ხანი მიუშლიდა ხალხს. სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 ივნის რა თქმა უნდა იყო შტურმი სახელმწიფო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე და გიორგი გახარია, ვინც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირდაპირ ვალდებულება იყო ეს შტურმი აღეკვეთა და მან ეს გააკეთა. აი ამ ქვეყანაში თავისუფალ და სამართლიან დამოუკიდებელ მიუკერძოებელ სასამართლოს რო დავაბრუნებთ, აი მაშინ მოხდება ამ საქმის სრული გამოძიება. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენს ქვეყანას დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება. 20 ივნისთან დაკავშირებით არის ბუნებრივია სერიოზული კითხვები, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა
სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვეების გამოყენებამდე. ეს არის თავი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ნახოთ რას ადგენს გამოძიება. რა თქმა უნდა, არის პროცედურები, რომელიც მიმდინარეობს და ეხაც საინტერესო არის, რომ ამასთან დაკავშირებით ჩუმად არიან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები და პირიქით ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ამ მხრივ ვეღარანაირ პრობლემას თითქოს ვერ ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ არის პირდაპირ დავალება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. გიორგი გახარია არის გულშინავს თქვი, არის სიტუაციური მატყუარა, რაც დადასტურდა არა ერთხელ, მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე მან 3 წუთში 2 სხვადასხვა რამ თქვა, რომ ელჩები არ ახსოვს ვისთან რა ქონდა საუბარი გადადგომის წინადღეს და 5 წუთში თქვა, რომ ამერიკის ელჩი შეხვდა და ვიცით, რომ უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა ის საბოლოო ჯამში თავის თანამდებობიდან. ხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღებას უნარი არ აქვს. გარბის ყველა შემთხვევიდან გაიქცა 2021 წელს საქართველოს ოცნებიდან, ეხლა გაიქცა თავის პარტიას და ასე დარბის და თან იტყუება. საქართველოს პროკურატურამ საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით 1 კვირის წინ დაიწყო და ის მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 2019 წლის 20 ივნისს აქციაზე პოლიციის მხრიდან სხვა სპეციალურ საშუალებებთან ერთად გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები. საპოლიციო ღონისძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. პროტესტის მიზეზი კი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენა გახდა. ის თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ესწრებოდა.